ესე იგი იოანე ნათლისმცემელი მოუწოდებს ერს სინანულისაკენ. ყველა დაინტერესდა და მით უმეტეს დაინტერესდა მეფე. იროდი მიდის და ამ ხელს ჯერ დაინტერესდა, ნახე საინტერესოა, ხო შეიძლება არ დაინტერესებულიყო. ხო ვიღაცა რაღაცას ლაპარაკობს, ეს მეფე ვარ, ვიღაცა უდაბნოში გასული, ტანსაცმელი წესიერად არაცვია, საჭმელს ეგარ აჭამს, გაველურებული, ეხა იქ რა მინდა? არა, წავიდა. ეს ერთი. წესით იროდისნაირ მეფეს იოანესთან არც უნდა დრო არ დაეკარგა ამაში. მაგრამ წავიდა, მოусმინა, ამ ხელს, რომ მას ძმის ცოლი ყავდა ცოლად, თორსა მისი ძმა ცოცხალი იყო. რა თქმა უნდა, ეს იყო ჩვეულებრივი მრუშობა და კიდევ უარესი. და ამ ხელს, რომ ამ ხელს, გაბრაზდება განსაკუთრებულად ითომ ცოლი თუ რაც იყო ისა იროდია და გამწარდება და ისიც იმოქმედებს მასზე, თან შერცხება და მოკლედ დაიჭერენ და მისი ცოლის ჩიჩინით პირველ რიგში და თვითონაც გაბრაზებული იყო ბუნებრივია მოკლა უნდა, მაგრამ ვეშინია ვერ კლავს, იმიტომ რომ ხალხმა იცის, რომ ეს არის წინასწარმეტყველი და ეშინია ამბოხების. ანუ გაბრაზება აქვს ძალიან დიდი, თან ცოლიც ვინც არის უჩიჩინებს, მოკლა უნდა, მაგრამ ვერ კლავს ხალხის რიდიება და ხალხის ეშინია. ამის პარალელურად ეს პატიმრობა გარკვეული პერიოდი ხო გრძელდება, ჩადის და უსმენს და რჩევებს ეკითხება და ისმენს მისას, გესმით? ანუ რაღაცა მოძღვარივით აყავს. რა უცნაურია, ხო? და პატივს ცემს. წარმოგიდგენი, ეს წმინდა წერილში წერია ეს ყველაფერი. შემდეგ მისი ეს ბრუში ბუნება გერი ცეკვავს და ეს ეთყობა ეს ვნებიანი გულით შეხედა ამ გოგოს პატარას და ესე იგი კაცი რომელიც ძალაუფლებისათვის ყველაფერს იკადრებს, ამ დროს ეუბნება რომ აი ესე შეიპყრო ვნებამ რომ ნახევარ სამეფოს მოგცე. რაც გინამთხოვე, თუ გინდა ნახევარი სამეფოს და მას მოგცე. ანუ აქაც არათან მიმდევრულია, თუ ძალაუფლება გიყვას ერთ ცეკვაში ნახევარ სამეფოს როგორ იძლევი? ამ დროს იცით რაც მოხდება, ესე იგი დედამისის მიერ პირებული მოითხოვს იოანე ნათლისმცემელის მოკვდინებას და რო ეტყვის რომ იოანე ნათლისმცემელის თავი მომეცი, მეფე შეწუხდება. ანუ რამდენი რამე ტრიალებს ამ მეფეში. საერთოდ არ აქვს არანაირი სიმყარე, არანაირი პოზიციაში. ხან ესე იქცევა, ხან მოკლა უნდა, მერე პატივს მიაგებს, ხან თავის სამეფოს უცხილდება და ხალხის ამბოხის ეშინია, თავის სამეფოს ისე უფრთხილდება, რომ ესე იგი ყველაფერს იკადრებს, ამ დროს ნახევარ სამეფოს იძლევა და ეხლა ფიცით უთხრა, ნახევარ სამეფოსაც კი მოგცე, რაც გინამთხოვე მოგცემ, უცებ თავს ეუნებიან მომიტანე იოანე ნათლისმცემლის, ეხლა შეწუხდა, იმიტომ რომ არ უნდა იოანე ნათლისმცემლის მოკვდა. მაგრამ რადგან ფიცი დადო, თითქოს ძალიან პატიოსანი კაცი იყოს, რა ფიცი ვთქვი ეხლა, ამიტომ ესე იგი შეასრულა მისი თხოვნა და იოანე ნათლისმცემელი მოაკვლევინა. ერთი ადამიანის მაგალითზე რომ შეხედო, ესე იგი მის თავში რა ხდება წარმოიდგინე. ადამიანს რომელსაც ორიენტირი არ აქვს, რა დღეში ვარდება, იმის და მიხედვით რა გარემო ექმნება. ეს გავს აი ჰაერში ქარისაგან ახვეტილ ფოთოლს, რომელიც ფიქრობს რომ რა ლამაზად დავფრივნე, რა ლამაზად ვტრიალებ, არა და აბსოლუტურად მასზე არ არის დამოკიდებული არაფერი, მხოლოდ ქარზეა დამოკიდებული და აი ადამიანი ორიენტირის გარეშე დარჩენილი ძალიან ხშირად ამას გავს.